მოვინახულეთ რამდენიმე ცოტა ხნის წინ დავტოვეთ პრინციპში დროებითი მოთავსების იზოლატორი. მხნედ არის, მცირე დაზიანებები აქვს, რასაც თქვენც ისაუბრეთ. ძალის გადამეტების შედეგად, თუმცა მხნედ არის და თავს რაღაც რაიმე განსაკუთრებულ ცივილებს არ განიცდის. მხნედ არის და აგრძელებს ბრძოლას. ჯობა, ჩვენ ვიცით, რომ პროცედურის მიხედვით, როდესაც ბრალს წარუდგენენ ოფიციალურად, შემდეგ 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა. როდის ელოდებით სასამართლო სხდომას? შეიძლება ეს მოხდეს დღეს თუ უფრო ხვალისთვის ელოდებით და თქვათ, რა ვარაუდი გაქვთ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით? იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სამუშაო საათები დასრულდა, დიდი ალბათობით დღეს აღარ იქნება სასამართლო პროცესი. ველოდებოდით, რომ შესაძლოა დღეს ყოფილიყო, თუმცა დიდი ალბათობით ხვალ გაიმართება პროცესი და მოლოდინებზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. ვნახოთ ბრალდების ხარი რას გადაწყვეტს, რა სახის აღკვეთი ღონისძიების სახით მიმართავს სასამართლოს, რას მოითხოვს და აქედან გამომდინარე შესაბამისი იქნება დაცვის ხარის პოზიციას. თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა პატიმრობის გარდა სხვა არაერთ ალტერნატიულ ღონისძიებას შევთავაზებთ, თუ კი ბრალდების ხარის მხრიდან მსგავსი რამ იქნება მოთხოვნილი. რა სახის ღონისძიებაზე საუბრობთ? მესმის რომ თქვათ თქვენს სტრატეგიაზე მსჯელობთ, თუმცა საინტერესოა მაყურებლისთვის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს არაერთ ალტერნატიულ ღონისძიებას, პატიმრობა მხოლოდ გამოყენებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა არ არსებობს ადამიანის ვინ წესებში მოსაქცევად, რასაც კანონი აწესებს. ეს არის ახალი დანაშაულის არჩადენა, ეს არის მიმალვისგან თავის დაცვა და ასევე ეს არის მტკიცებულებების განადგურება. თუ კი ეს რისკები გადაზღვეული იქნება სხვა სახის, სხვა ალტერნატიული სახის აღკვეთი ღონისძიებით, ამ შემთხვევაში სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს პატიმრობა. და იქიდან გამომდინარე, რომ პიროვნება, რომლის ბრალდებაზეც და რომლის სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობთ, მსგავს რისკებს არც არასდროს ქმნიდა და არც ქმნის, არის საჯარო ფიგურა, მისი მიმალვის მტკიცებულებები, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ფაქტიურად მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეები და არც რა თქმა უნდა ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს, არასდროს ყოფილა იგი ნასამართლები. აქედანვე შეიძლება იმის თქვა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. თუმცა შეიძლება იყოს ეს გირაო, შეიძლება იყოს რაიმე სხვა დამატებითი შემზღუდველი ღონისძიება, თუმცა რას ჯერ მაინც ეს ყველაფერი ვარაუდებია, სანამ არ ვეხილავთ შუამდგომლობას, რომელსაც პროკურატურა შეიტანს სასამართლოში. ჯობა, მესმის რომ არ არის დიდი დრო გასული მზიას დაკავებიდან, თუმცა მაინც გკითხავთ თქვენ დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, სწავლობთ საქმის მასალებს, რა სახის მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში, თუ კი გაეცანით, თუ გქონდათ ამისი შესაძლებლობა, რა მტკიცებულებებზე არის საუბარი, როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს სისხლის სამართლის წესით მზიას ბრალეულობაზე? საქმეში არის სამი პოლიციელის ჩვენება, ასევე არის ექსპერტიზა დანიშნული სამედიცინო და ვირუსულად გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელიც ალბათ ყველა ადამიანმა ნახა უკვე. სხვა მტკიცებულება არაფერი არ არის. პოლიციელების ჩვენებაში რა აწერია თუ გაეცანით ამას? განსაკუთრებული არაფერი. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს არაფერს ისინი მათი მხრიდან არაფერს განრანაირ გადაცდომას ადგილი არ ქონია და ეს ადამიანი ეს მოულოდნელად გახდა აგრესიული და თითქოს თავს დაესხა ერთ-ერთ მათგანს. და რა სახის ექსპერტიზა არის დანიშნული? სამედიცინო ექსპერტიზა იმის დასადგენად, ვინმეს მიადგა თუ არა ჯანმრთელობის ზიანი და რა ხარისხის. გასაგებია და ასევე მინდა გკითხოთ მზიას დაკავების საღამოს უფლებადამცველები არაერთხელ აკეთებდით განმარტებას, რომ არ აძლევდნენ შესაძლებლობას ადვოკატებს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მოენახულებინათ ჟურნალისტი, თუ მიიღეთ რაიმე სახის განმარტება ამასთან დაკავშირებით, რატომ არ ეძლეოდათ უფლებადამცველებს ამის შესაძლებლობა? კი ბატონო, ანუ დაკავების დღეს ქალბატონი მზიას მიმართ არაერთ გადაცდომას ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი, სახეზე იყო როგორც დაცვის უფლების შეზღუდვა მათი მხრიდან, რაც გამოიხატა იმაში, რომ
არმიეცად ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში შესვისულება, ასევე მოხდა ფიზიკური გარკვეული ანგარიშწორება მის მიმართ, რაც ასევე სახეზეა და მაქვს მას დაზიანებული მხარი, რაც ასევე ექსპერტიზა არის დანიშნული, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მოხდა მის მიმართ და ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმართული არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ და ეს სამსახური ვალდებულია, რომ ეს ყველა ეს ფაქტი გამოიძიოს შესაბამისად და დააყენოს შედეგი დამნაშავე სამართალდამცავების მიმართ. თუმცა რამდენად ეფექტიანი იქნება ეს გამოძიება და რამდენად ეფექტურად წარიმართება, ამას უკვე მომავალში გავიგებთ და ვნახოთ. ჯობა, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რადგან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ამ დემონსტრაციებისას დაკავებული სხვა პირების უფლებებსაც, ასევე გკითხავთ, როგორი არის ვითარება სხვა დემონსტრანტების მიმართ, ნაწილი მათგანი ასევე საუბრობდა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე და არასათანადო მოპყრობაზე, თუ მოინახულეს თქვენმა კოლეგებმა ისინი, რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ კუთხით სხვა დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები და იურისტები იმ წუთიდან როგორც კი ადამიანების დაკავება ხდება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით, მაშინ ერთვებიან საქმეში, შედიან დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ეცნობიან მათ როგორც უფლებრივ მდგომარეობას, ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემდგომ კი ხდება ამ ადამიანების სამართლებრივი დაცვა სასამართლოში, უფლებამოსილების გადაცილების ფაქტები, მათ შორის ძალადობრივი გადაცილების ფაქტები არაერთი ვნახეთ და ეს ვთქვათ არ შეცვლილა, მათზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა, სახელმწიფო ვალდებულება არ შეუსრულებია ამასთან დაკავშირებით და ასევე რა თქმა უნდა სასამართლოში ისევ ბლანკეტურად გრძელდება მათი საქმეების განხილვა ფორმალურად ყოველგვარი მათი ინდივიდუალური მტკიცებულებების შესწავლისა და განხილვის გარეშე.